გამარჯვების წელი იყოს. ეს იყო მთავარი სურვილი, რომელიც გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე ისმოდა. უწყვეტი პროევროპული აქციების მონაწილეები ახალ წელს უკვე მეორედ შეხვდნენ რუსთაველზე. გაიშალა საახალწლო სუფრა, პირველ სკოლასთან მუსიკალური ნომრები შესრულდა. დაიწერა საახალწლო გზავნილები და სურვილები, რომელიც ძირითადად ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება. რუსთაველის გამზირიდან მიულოცეს ახალი წელი აქციებზე დაკავებულებსაც. დღეიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს აღემატება, გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა 200, მესამე დარღვევა კი 300 ლარი იქნება. ფინეთმა საბოტაჟისთვის რუსეთიდან მიმავალი გემი დააკავა, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. BBC-ს ცნობით, გემი ეჭვმიტანილია წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების დაზიანებაში, რომელიც ჰელსინკსა და ესტონეთს აკავშირებს. გემზე ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის საქართველოს, რუსეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. ყველაფერს მივცემდი, რომ ამ მიმართვაში მეთქვა მშვიდობა რამდენიმე წუთში დადგება, მაგრამ ამის გაკეთება ჯერ არ შემიძლია. ამ სიტყვებით მიმართა ერს უკრაინის პრეზიდენტმა. საახალწლო გზავნილში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება 90%-ით მზადაა, მაგრამ გადაუჭრელია 10%. ჩვენ გვინდა ომის დასრულება, მაგრამ არა უკრაინის დასასრული, აცხადებს ზელენსკი.